მამო, ახსარება უნდა ჩაიბაროთ, თუ უნდა აზიაროთ ბატონო ირაკლი. ეს კადრები რუსთავის მე-12 ციხესთან ხუთშაბათს გადავიღეთ. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაცვის უფროსს პენიტენციურ დაწესებულებაში სასულიერო პირი შეყავს. მღვდელი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი შენობაში ერთად შედიან. მამა პეტრე ხუმარაშვილი ღარიბაშვილთან დაცვის უფროსი კი ამანათის ჩასაბარებლად. საპატიმროში, სადაც ექს-პრემიერი სასჯელსიხდის სასულიერო პირმა თითქმის 2 საათი გაატარა. როგორ არის ბატონი ირაკლი? ვერაფერს ვერ გეტყვით. ახსარება ჩაიბარეთ? ვერაფერს ვერ გეტყვით. მამო, კახიდან ჩამოხვედით? აზერბაიჯანიდან ჩამოხვედით? საგანგებოდ ღარიბაშვილის მოსანახულებლად? ვერ გეტყვით. თქვენი ინიციატივით შედგა ეს შეხვედრა თუ ბატონი ირაკლის უნდა თქვენთან შეხვედრა? ვერ გეტყვით. სინოდის წევრებმა ხომ არ გამოგაგზავნეს? ვერ გეტყვით შვილო. მეუფე იაკობმა გამოგაგზავნათ? შაბათის ეთერის ინფორმაციით, კახის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი რუსთავში სინოდის წევრების თხოვნით ჩავიდა. დაგვისახელეს ბოდბის, ხორნაბუჯის და ჰერეთის, ასევე გურჯაანის ეპარქიების ხელმძღვანელები. ინფორმირებული პირი გვეუბნება, რომ მაღალი იერარქები საჯაროდ გამოჩენას ჯერერიდებიან. ამიტომ საპატიმროში ახლად შესახლებულ მსჯავრდებულს სანუგეშოდ სასულიერო პირი გაუგზავნეს. ბოლო დღეები დაპატიმრებამდე გაატარეთ ბატონ ირაკლისთან. ქართული ოცნების ლიდერებიდან არც ერთ შეხვედრია? მე არ ვიცი. არც კალაძეს? არ პასუხობთ რა. დაემშვიდობდნენ მართველი პარტიის წევრები? მათ ხო იცოდნენ წინასწარ რომ ღარიბაშვილს იჭერდნენ? მოვიდა მართველი პარტიის რომელიმე წარმომადგენელი? ბოდის იხდით დაემშვიდობა ბატონო. ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ ამ კითხვაზე. 6 დღეა ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 ციხის ახალი ბინადარია. ის ახლა 3 სართულიანი შენობის მეორე სართულზეა შესახლებული. ამავე სართულზე, ცალ-ცალკე, სამარტოო საკნებში, სასჯელსიხდიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, ასევე სუსის ექს-შეფი გრიგოლ ლილუაშვილი. ლილუაშვილს ციხეში დახვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი. ის ლილუაშვილმა დააკავა წლების წინ. სამარტოო საკანში ურჩევნია? არ მიკითხავს ახლა სადგირჩევნია საგირჩევნი ნამდვილად არ მიკითხავს. არა, ხომ არ მოითხოვა მაგალითად რომ ჯუანშერ ბურჭულაძე. ჯერჯერობით არავისთან არაფერი არ მოუთხოვია ამ ადამიანს შევიდა და ზის ჯერჯერობით და არაფერს არ ითხოვს, არ მოუთხოვია. მაინტერესებს ლილუაშვილთან ახლოს აი ზემოთ თუ ქვემოთ თუ მარჯვნივ თუ მარცხნივ. შაბათის ეთერმა დაადგინა, რომ რუსთავის მე-12 ციხის მეორე სართულზე ქართული ოცნების ყოფილი ჩინოვნიკები ერთმანეთის გვერდით საკნებში არ მოათავსეს, რათა საკნებს შორის კონტაქტი გამოერიცხათ, ანუ გადაძახილები. მაგალითად, მიქაუტაძეს ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება აქვს მიცემული. ამიტომ ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნები საკნებში ჭადრაკული წყობით განათავსეს. ერთ საკანში ივანიშვილის მთავრობის წევრი იხდის სასჯელს, მეორეში სააკაშვილი და ასია დერეფნის ბოლომდე. ერთ სართულზე რამდენი კამერაა? 28 არის. 28 არის აი ამ მე-12-ში. მეორეზეც იგივე. ამ ანონიმურ ინტერვიუში ციხის თანამშრომელი, რომელმაც ამ სისტემაში 35 წელი გაატარა, გვიყვება, რომ სამარტოო საკნის ყველა მობინადრე დასარეკად, სასეირნოდ ან საბანაოდ სპეცგრაფიკით ისე გაყავთ, რომ დერეფანში ერთმანეთს თვალსაც კი ვერ მოკრავენ. ესენი ვერ შეხვდებიან, შანსი არ არის ერთმანეთს. გამორიცხულია ხელმძღვანელობამ არ ვიღაცის დავალება თუ არ იქნება. გამორიცხე რომ აი შემთხვევითობა არ მოხდეს. კიდე რა არის პრობლემა? ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც 7 თვე გაატარა იგივე ციხეში, სადაც ახლა ღარიბაშვილი, სააკაშვილი, ოცნების და ოპოზიციის ლიდერები ერთად იხდიან სასჯელს, გვიყვება, რა სქემით ანაწილებენ პატიმრებს სართულებს შორის. ჩემს მერე იყო ერთი, სადაც ვიღაც კოცი იჯდა, მერე ირაკლი ოქროაშვილი, მერე ერთის გამოტოვებით ვიჯექთან, რომ ერთმანეთთან ალბათ კედელზე კაკუნით არ გველაპარაკა. მერე ოქროაშვილის მერე ვიღაც კოცი, მერე გვარამიანიკა, მერე ვიღაც კოცი, მერე იყო მამუკა ხაზარაძე, მერე მე მგონი ვიღაც კოცი, მერე მგონი ბადი ჯაფარიძე. რუსთავის ციხეში 2 და 4 ადგილიანი საკნებია. სისტემაში დასაქმებული ადამიანების ინფორმაციით პრივილეგირებულ პატიმრებს ხშირად 4 კაციან საკანში მარტო უშვებენ. სხვაობა მხოლოდ ფაქტშია.
ჩემი იყო 2 ადგილიანი და ვიყავი მარტო მე. ფართობი პერიმეტრი, ანუ ესე ფართობი რამდენი იქნება? დიაგონალზე იყო ჩემი 8 ნაბიჯი რა. უნდა აი კარგი ნაბიჯი რომ გადამედი, ესეთი 8 ნაბიჯი და მე დავდიოდი ძალიან ბევრს და ამიტომ ვითვლიდი რა. მე 8 ნაბიჯი იყო ჩემი ნორმალური ნაბიჯი, მაგრამ ხო დადიხარ ესეთ ნაბიჯებს ხო არ დგავ და ეს აი ესეთი ნაბიჯებით რომ მე არა გამომდიოდა 10 იქით 10 აქეთ რა. და რაც მე ვიარე, დღეში გავდიოდი სადღაც 15-დან 18 კილომეტრამდე ყოველ დღე, აი მეორე დღეს რომ დავიწყე, ყოველ დღე ჯამში მაგ გავლილი სადღაც 3000 კილომეტრზე მეტი. ყოველ დღე მართლა. სადღაც მოსკოვში ჩავიდოდი ფეხით, რაც მე იქ ვიარე რა. ზურაბ ჯაფარიძესთან საუბრით ვიგებთ, რომ რუსთავის ციხეში პატიმრებს ყოველთვიური თანხის ხარჯვის ლიმიტი მოუხსნეს. სავარაუდოდ ეს გადაწყვეტილება ოცნების ექს-მაღალჩინოსნების მოთხოვნებს უკავშირდება. როგორც ირკვევა, თვეში 1000 ლარიდან აღარაფერი რჩებოდა, თუ ციხეში ახლად შესახლებული პატიმარი საკნისთვის მაცივარს, ტელევიზორს, ელექტროქვაბს ან კონდიციონერს იყიდდა. მე რო დამიჭირეს იყო მე მგონი კი ლიმიტირებულია მე მგონი იყო თვეში 1000 ლარი და მგონი მე გაზარდეს რა. ოღონდ მე არ ხარჯავდი, იმიტომ რომ რავი, რაში უნდა დამეხარჯა ეგეც არ ვიცი. ანუ რაღაცა ვაშტა არის ეგ ლიმიტი საერთოდ სისულელე არის. ჩემი აზრით ეგ ლიმიტი საერთოდ სისულელე არის, იმიტომ რომ მაგის შინაარსი რაღაცა ის არის, რაღაცა არის საბჭოთა გადმონაშთი მგონია, რომ რატო ზღუდავ ამ სიტყვაზე იქ ზის ღარიბაშვილი ზის, ხო? ღარიბაშვილი ზის, რომელსაც ტიპს სეიფში უპოვეს $7 მილიონი. ვისჯერა რომ მარტო ეგ იყო, ხო? გასაგებია რომ ბევრი ფული აქვს, ხო? ღარიბაშვილს თუ უნდა პირობითად რაღაცა, რომ რა ვიცი, კარგი სტეიკი ჭამოს და მაგაში გადაიხადოს, არ ვიცი, ერთ სტეიკში 100 ლარი. პირობითად ვიზახი რა. რატო არ უნდა გადაახტევინო? პენიტენციური დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი გვიყვება, რომ ჩინოვნიკებისთვის პირველი 4 თვე განსაკუთრებით რთულია. ისინი კონტაქტში ციხის თანამშრომლებთან საერთოდ არ შედიან. 3-4 თვე ისე დღეში არიან, უბრალოდ არც გელაპარაკებიან, არამედ კამერაში ზიან, არ უნდა ახლა რიგით კონტროლიორთან და რიგით თანამშრომლებთან კონტაქტი. ერთად შეიძლება უბრალოდ დაელაპარაკოს, ამოაგდეს. აი გამოყავთ როგორ ნახევარ ერთსათიანი ბრაულგამზე. და ისე დაფარული ის არის, არავინ ვერ ახედავს. გამოდის ისე შეყავ. გამოდის ისე შეყავ. კაი ცხოვრებით რო ცხოვრობდა და დღეს კამერა 4 კედელშია და ფიქრი საფიქრალის მეტი და გაგდა ზიხარ და აი არ ჭამის თავი გახარც, არაფერი ჯერ პირველი შეგვიოდა აი და კამერა ისეთი რამეა და კედლები. ნუ აი ადამიანს რომ რამეერი ჯამთელი წარ უნდა იყოს. ეს მოქმედებს ყველაფერი და არაფრის ეს არ აქვს. აი მარტო ფიქრობ, აი სასამართლო ის იქნება, როდის გამიყვანენ, რა მოხდება და შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება ღამით სასწრაფოს გამოძახებაც. რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გვიყვებიან, რომ ორშაბათს ღარიბაშვილის შესახლების დღეს საპატიმროს ეზოში სასწრაფო იყო მობილიზებული. ჩვენ არ ვიცით, ის ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის გამოიძახეს თუ სხვა პატიმრისთვის. ხელშეყვანილ პატიმარს ხშირად ჭირდება სასწრაფო. ბუნებრივია, იმიტომ რომ ყველანაირად დაძაბულია იქ ფსიქოლოგიურად, იქ წნევა მაუწია, იქ შაქარ მაუწია, რაღაცები და სულ პრობლემის ქვეშ არის და ახლა იქ ორი ეკტანი და ახლა ღამის განსაკუთრებით დროს იქივე კი არის, მაგრამ ის ერთი პერსონალი მაინც და მაინც არა იმ დონის კვალიფიკაციის მქონე და აქედან გამომდინარე სასწრაფო აუცილებელია და მაგ პრობლემა არ დგას. ბიძინა ივანიშვილს ღარიბაშვილი ციხეშიც ახლა განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ყავს. ამ ინფორმაციას შაბათის ეთერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი აწვდის. მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ ექს-პრემიერს ადვოკატთან მხოლოდ იმ ოთახში ახვედრებენ, რომელიც საგანგებოდ 2021 წელს რეჟიმმა სპეცტექნიკით აღჭურვა. ვინაიდან მეორე სართულზე საკანი აღარ იყო დარჩენილი, ხოლო ღარიბაშვილის შენ სართულზე მოთავსება არ უნდათ, ერთი საკანი მეორედან მესამეზე გადმოასახლეს და იქ ღარიბაშვილი შეასახლეს. ასევე ნეპოტიზმით ქოცები აქაც სარგებლობენ, რაც იმაში გამოიხატება, რომ ქოც ადვოკატებს ჩვენი ეგრეთ წოდებული ნამდვილი პოლიტპატიმრების ადვოკატებზე წინ უშვებენ რიგში. საინტერესოა ისიც, რომ ქოცების ადვოკატები ჩვენს ადვოკატებს არ ესალმებიან და ძალიან მტრულად უყურებენ. მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილი შემოასახლეს, მე ჩამომართვეს ადვოკატთან შეხვედრის 115 ოთახი და ახლა იქ ღარიბაშვილს ახვედრებენ ადვოკატს. საქმე იმაშია, რომ სწორედ 115-ში აყენია ისეთი აუდიო და ვიდეო თვალთვალის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს სუს, ჩურჩულიც კი მოისმინოს და ყველა ხელნაწერი წაიკითხოს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ამჟამად ივანიშვილს ღარიბაშვილის კომუნიკაცია უფრო აინტერესებს, ვიდრე ჩემი. ღარიბაშვილს ოპოზიციის ლიდერებთან ახლა მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი აცილებს. ციხის ერთი საკნიდან შეძახილები მეორეში თავისუფლად ისმის, თუნდაც მათ შორის სხვა პატიმრის საკანი იყოს განთავსებული.
ფაქტია, ყველა აქ არის 30 მეტრში ჩემგან. 2025 წლის მაისიდან ვაფრთხილებდი ყველას, რომ ასე დაემართებოდათ. ზუსტად ვიცოდი, რომ დაიჭერდნენ. ავტოკრატებში ასე ხდება. რეჟიმი რეჟიმს შთანთქავს. მე მარტო ვარ საკანში. აქ მეორე ადამიანს ვერასდროს დაინახავ. გამორიცხულია. მეორე სართულზე არიან წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაჭერილი პოლიტიკოსები და 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულები. ამავე სართულზე მყოფი ნიკა გვარამია გვწერს, რომ ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ბურჭულაძის და რიგითი ჩინოვნიკების დაჭერა კორუფციასთან ბრძოლა არ არის. თავარი და სრულიად მკაფიო და ცალსახა ისაა, რომ ეს დაჭერები კორუფციასთან ბრძოლა არაა არც ერთ შემთხვევაში. კორუფციას რომ ებრძოდე, პირველ რიგში თავად არ უნდა იყო ქვეყანაში ყველაზე კორუმპირებული, როგორიც ივანიშვილია. კორუფციას რომ ებრძოდე, კორუმპირებული პროკურორი და მოსამართლე არ უნდა იყო. კი, დაკვეთების შესრულებაც კორუფციის ფორმაა. კორუფციის, რომელიც ჩვენთან მარტო მეგთამეობა გგონიათ ხშირად. კორუფციას რომ ებრძოდე, მოქმედებს უნდა იჭერდე და არა მხოლოდ გაშვებულებს. უმარტივესი ტესტია. არ არსებობს კორუფციასთან ბრძოლა და კახიკალაძე დაურჩები. კვლავ ვიმეორებ, კახიკალაძე გარეთ გამორიცხავს კორუფციასთან ბრძოლას. ამ კაცის თავისუფლება ყველაზე მარტივი ტესტია კორუფციის საკითხის ქვეყანაში. თუ სხვა არ გჯერა ამ გვერდულება, ამ მარტივი გზით შევაფასო. ნიკა გვარამია შაბათის ეთერისთვის გამოგზავნილ წერილში წერს, რომ ღარიბაშვილის ბრალდება ბუნდოვანია, სამართლებრივად უსუსური. იუსტიციის ყოფილი მინისტრი ოცნების გამოძიების ვერსიას თავდაყირა აყენებს. ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ ექს-პრემიერი იძულებულია დაეთანხმოს ყველაფერს, რადგან სისტემა მას ოჯახის წევრების დაპატიმრებით ემუქრება. არ გვეუბნებიან მთავარს, რა მოიპარა ყოფილმა პრემიერმა და როგორ. ანუ ქურდობის შინაარსი რა არის და არა ნაქურდალის დამალვის თუ დახარჯვის. ცალკე ცინიზმია, რომ ჰიპერკორუმპირებული რეჟიმი გვეუბნება, რომ მისი ყველაზე ხანგრძლივი პრემიერის კორუფცია გაურკვეველ ღვინის ქარხანას უკავშირდება და ჯამში რაღაც $8 მილიონ შეადგენს. ან $8 მილიონი საიდან მოვიდა? ქეში როგორ მოხდა იქ, სადაც აღმოაჩინა? ბანკის ტრანზაქციები არსებობს? საიდან მოვყვებით ამ ფულის წარმოშობას? თუ არ არსებობს, მაშინ ქეში საიდან? ამაზე რას გვპასუხობენ? ცხადია არაფერს. სამაგიეროდ ღარიბაშვილი ყველაფერზე თავს დააქნებს. დააქნებს, აბა რას იზამს? არ დააქნებს და ბაკურიანის ტყეზე დაიჭერენ მასაც და ტყის მიმღებსაც, ანუ მის სოლს. დაიჭერენ მასაც და ღვინის ქარხნის სხვა მეწილეებს, მამას და ცოლის ძმას. რად უნდა ამას ბევრი მკითხაობა, რომ ჯგუფურია ყველა ის ფაქტი და მინიმუმ წინასწარ პატიმრობაში გაუშვებენ ზემოთ ჩამოთვლილ ნათესავებს და ოჯახის წევრებს. როგორც ღარიბაშვილი დაამცირეს და გააფარჩაკეს თავად მისმა თანაგუნდელებმა ამ ბოლო რამდენიმე თვეში, ამას სხვა არ გაუკეთებდა. მათ შორის არც მე ვიკადრებდი ასე დამემცირებინა კაცი, რომელიც რუსთავიორის წილების წაღების პროცესში პრემიერი იყო და თან აქტიურად ჩართული კაცი, რომელმაც პირადად გამომიგზავნა შუამავალი დასაშანტაჟებლად. პოლიტიკური ლიდერები ოპოზიციიდან და ოცნებიდან ამ ციხეში ცალ-ცალკე საკნებში არიან. გამონაკლისი პაატა ბურჭულაძეა. მას თანამოსაკნე ყავს ოღონდ არა ოპოზიციის რიგებიდან. ციხეში ვიგზენი თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს პენსიონერი. დილით ლოცვა, საუზმე, წიგნის კითხვა, დასვენება, ვარჯიში, სადილი, დასვენება, წიგნის კითხვა, ტელევიზია, ვახშამზე უარის თქმა, ძილის წინ ლოცვა და ძილი. საკანში ორნი ვართ, მარტო ხელა კაცი ჭამაშიც ცოდვაო. ისე კაცი იქ უნდა იყოს, სადაც მის ქვეყანა სჭირდება. დღეს მე ვარ საჭირო აქ და აქ ვიქნები. პაატა ბურჭულაძეს, როგორც ირკვევა მყუდროებას, 322 საკანში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ურღვევს. ჩემს ქვემოთ საკანში განთავსებულია პაატა ბურჭულაძე. მე კი ხშირად კალათბურთის მოძრაობებს ვაკეთებ საკანში და მაღლა დავრბივარ. პაატამ კი შემომითვალა. მესმის რომ რაღაცას მიგაკუნებ და იქნებ კოდი გამომიგზავნო თითოეული დაგაკუნება რას ნიშნავსო. მაგალითად ერთი დაგაკუნება მისამნება იყოს, 2 ჯანმრთელად ყოფნის შეტყობინება, 3 განგაშიო. ხო და ახლა ვფიქრობ თუ როგორ ვიხტუნაო სწორად. მესამე სართულზე სააკაშვილის გარდა კიდევ 4 პოლიტპატიმარია. ნიკა მელია, გივი თარგამაძე, მურთა ზოდელავა და გიორგი ვაშაცი. იგივე ციხის მეორე სართულზე კი საქართველოს თავდაცვის 3 ყოფილი მინისტრია მოთავსებული. ბაჩო ახალაია, ირაკლი ოქრუაშვილი და ჯუანშერ ბურჭულაძე. ბურჭულაძე კორუფციის ბრალდებითაა დაჭერილი. არადა, ეს ის კაცია, რომელიც ბაჩო ახალაიას იგივე ბრალდებას უყენებდა წლების წინ და თავდაცვის სამინისტროს თანხების 60,000 ლარის გაფლანგვას ეტავებოდა. დღეს საზოგადოებაში იგრძნობა ნიჰილიზმი, უიმედობა, უსუსურობის განცდა.
არ უნდა მოვიტყუოთ თავი. ეს განცდა რეალურია, მაგრამ სწორედ ამან არ უნდა დაგვაბნიოს, რადგან ეს არის მკაფიო ნიშანი იმისა, რომ ვცხოვრობთ კლასიკურ დიქტატურაში. დიქტატურის პირობებში არასდროს არსებობს ძლიერი ოპოზიცია, რომელიც იმედს აძლევს ხალხს. პირიქით რომ იყოს და არც არსებობდეს ძლიერი ოპოზიცია, გასაგები გეგმით და შესაძლებლობებით დიქტატურის პირობებში ეს იქნებოდა ოქსიმერონი. დიქტატურის და ძლიერი ოპოზიციის არსებობა ერთდროულად ერთმანეთთან შეუთავსებელია. ასე იყო ყველგან და ასეა ჩვენ შემთხვევაშიც. დიქტატურა არ სრულდება სტანდარტული, მშვიდობიანი პოლიტიკური სცენარებით. ისტორიულად ის სრულდება ხალხის მრისხანებით. საქართველოში არჩევნების ეპოქა დასრულებულია. როგორც ჩანს, დასრულებულია უბრალოდ ჩვეულებრივი პროტესტის ეპოქაც. დარჩენილია ერთადერთი უპირობო რეცეპტი დიქტატურის დასამარცხებლად. საერთო სახალხო მღელვარება, სახალხო მრისხანება. ეს არის გზა, რომლითაც ყველგან მთავრდება დიქტატურა. ამ ციხეში მყოფებს ახლა საერთო ოცნება აქვთ, რეჟიმის დამხობა. ოცნების ყოფილ ჩინოვნიკებსაც კი გონიათ, რომ მათი თავისუფლების ერთადერთი გზა ახლა სწორედ ივანიშვილის წასვლაზე გადის. დარწმუნებული ვარ, რომ მასაც უნდა ახლა რეჟიმის დამხობა. თქვენ შეიძლება ბევრ რაღაცაში იყოთ. არა, ღარიბაშვილს არ უნდა რეჟიმის დამხობა? მე რა ვიცი, უნდა თუ არ უნდა გეუბნებით ახლა. ყობახიძის დამხობა ყველა ვარიანტში ეძებნება, რომ ვიძინაზე ვერ გაბედოს, მაგრამ არც ვიძლევი, არც მივცემ. მაგდენის იმაქ რო ახლა ეგეც კითხვები არ დაუსვა რა. მაგრამ ამიტომ მე შევდივარ სამართლებრივ ნაწილში დავეხმარები მაგას. ადვოკატი ირწმუნება, რომ ღარიბაშვილი ისეთივე პირობებშია, როგორც ყველა და არ სარგებლობს პრივილეგიებით. ერთადერთი რაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სწრაფად დაუმზადეს პატიმრის ბარათია, რომ მაღაზიაში ნივთები და საკვები შეიძინოს. თუ გაქვთ ინფორმაცია დაუმზადეს ბარათი უკვე? ეს სწრაფად? სწრაფად რა, ახლა ბარათს როგორც უმზადებენ ყველას 2-3 დღეში და უმზადეს 2-3 დღეში. ამ ციხეს თავისი წესები აქვს. ყველა პატიმარი, მათ შორის ამ საპრობილის ყველაზე ახალი მობინადრე ღარიბაშვილი. ახლა იგივე გზას გადის, რომელიც ოპოზიციის ლიდერებისთვის უკვე წარსულში დარჩა. პირველ დღეს ჩამკეტეს ეს კარები არის აი როგორი მასიური რკინის კარები არის და ეს პატარა სარკმელი აქვს რა და დამახოდეს მაგიდაზე რაღაცა 2 ცალი მისკას რო ეძახიან რაღაცა რა ქვია ეგეთი ჯამი ხო პლასმასის რაღაცა დიდი პლასმასის წვანე კოზით წამოღება მინდოდა და დამავიწყდა ის კოზის ხო და განცდა ქონდა ეგრე პირველივე დღეს რომ აი სარკმელზე რომ მოვიდა საჭველი და რაღაცა მისკა რომ გავაწოდე რაღაცა ჯამის ხეს და რომ შემოაწოდეს განცდა მქონდა რომ აი რა საქონელივით ახლა რა გამოკეთე ხო ბაგაჟო საქონელს გამოკეტავენ და რომ აჭმევენ არ მეტი ის არის აქ რა პატარა ფანჯარაში საჭმელს გაწმია ყოფით ამბებში ალბათ კომუნიკაციის პრობლემა ტელევიზორი თუ არ ექნება ეგ გაუჭირდება იმიტომ გარედან ინფორმაცია არ ექნება საერთოდ ეგ ამბავი ტუალეტის ამბავი ექნება არ ამგონი რომ შეჩეული იყოს ჩეჩმას და ეს ზოგადად სისტემური პრობლემა არის მთელ პენიტენციურ სისტემაში რომ ჩეჩმები არის ისევ და გამოსაცვლელია პრობლემა ექნება საერთოდ ბანაობაზე მე მქონდა პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ჩემთვის ბანაობა იყო განსაკუთრებით ზაფხულში, როცა სიცხეა ძალიან და ორჯერ მეძერ არ გაბანავებენ. თან რუსთავში პრობლემა არის ზოგადად ზაფხულში წყალი არ არის ხშირად და ხანდახან იყო რომ კი წერ კი გევნებიან რომ კვირაში ორჯერ არის, მაგრამ მოგიწია ბანაობის დღე და არ არის წყალი. და მე გამიძლია რა ვიცი 6 დღე 7 დღე გამიძლია ბანაობის გარეშე, რაც ჯოჯოხეთია. 1-3 მომიწია დუღარეთი ბანაობა, იმიტომ რომ შხაპში რო შევედი ცივი წყალი არ იყო და მარტო ცხელი მოდიოდა და გახარდა 6 დღის დაუბანელი და თავი გეზიზღება და ფიქრობ ეხა რა გავიდე, დავბრუნდე თუ დავიდუღრო და ისჩევ რომ დავიდუღრო მაგის თეთრსვატირე. ივანიშვილმა ციხით განეიტრალა ის ადამიანები, რომლებზეც სისტემა იდგა. ყოფილი პრემიერი, სუსის ექს-უფროსი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ყველა აღმოჩნდა ერთ სივრცეში, ერთ ციხეში, ერთ სართულზე. პრაქტიკულად ოპოზიცია რუსთავის ციხის კედლებში ახლა რეჟიმის თვითლიკვიდაციის პროცესს ხედავს. რას ეუბნება დიქტატორი საზოგადოებას ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებით? ზურაბ ჯაფარიძე ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი იცის. მიუხედავად იმისა, რომ ასობით მინოს ხარჯავენ პროპაგანდაზე, ხედავენ, რომ ადამიანების განწყობა მაინც არის მათი საწინააღმდეგო და ამ ოცემულობაში ივანიშვილისნაირი ტიპისთვის ნებისმიერი ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეთ დიდი ფინანსური რესურსი, უკვე ბუნებრივად არის საფრთხე, რომ შეიძლება ხა ეს შეიძლება მარტო არა, მაგრამ ეს და ეს ერთად თუ შეიკრენ, ამათთან შეიძლება უკვე მე საფრთხე შემიქანებით. პარანოიდული შიშები არის, ჩვეულებრივად ივანიშვილის, რომ ან ვიღაცებმა თვითონ არ გადაწყვიტონ მისი დახრიალება, ან რუსებმა არ გადაწყვიტონ ვიღაც სხვა ზეპსონის დადება, ან სხვებზე ფსონის დადება და ისე არ დაახრიალონ ეს ხელისუფლებიდან არ ჩამოაცილონ და მაგის გამო დაერია თავის ამ შიდა იმებს, ყველაზე უარდულეს ტიპებს. და რადგან დიქტატურაში ოპოზიცია ძლიერი ვერ იქნება, რადგან არჩევნები წაგვართვეს და ამოიწურა პროტესტის კლასიკური ფორმები, საჭიროა სხვა სახალხო მრისხანება.